უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ამ სამ შორის საქართველო იყო მოწინავე. ეს იყო ფაქტი, რომელსაც ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ამიტომ საჭირო იყო აღქმის შექმნა, რომ ესე არ არის. ფაქტების აღქმებით ჩანაცვლების მისია საკუთარ თავზე ოპოზიციამ და მათმა მოკავშირეებმა აიღეს. ეს დღეს კომისიის წინაშე ქვეყნის პირველმა დიპლომატმა თქვა და ამის დასტურად არაერთი ფაქტიც გაიხსენა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიცია ძალისხმევას არ იშურებდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიიღო. იგივე სურვილი ჰქონდათ მათ მოკავშირე ევრობიუროკრატებსაც. ჩვენი განაცხადის გაკეთების შემდგომ არაერთ შეხვედრას გავიხსენებ, როდესაც ცალსახად ითქვა საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ გააკეთეთ განაცხადი, ახლა ნახავთ, მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვნახოთ ის 85% მოსახლეობის, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, რა პასუხს მოთხოვს ქართული ოცნების ხელისუფლებას. კამპანია საქართველო არის მაჩანჩალა, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად იყენებდა ლელოს პოლიტიკოსები პარლამენტში. მახსოვს ძალიან კარგად ნაცვლიშვილის ერთი გამოსვლა, სადაც ვეღარ დავთვალე რამდენჯერ იხმარა სიტყვა შავი ხვრელი. მაკა ბოჭორიშვილი ყვება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიცია საქართველოს დაბრკოლებებს მუდმივად უქმნიდა. გაიხსენა ევრონესტის ის რეზოლუციაც, რომელიც მათ გამოჩავარდა. შეეხებოდა სამი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა საკმაოდ ძლიერი გზავნილი საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დელეგაციის სხვა წევრების, ესენი იყვნენ ვაშაძე, წითლიძე, როგორც მახსოვს, ბოტკოველი და კორძაია, მათი ხელმოწერები იმისთვის, რომ ეს რეზოლუცია ევროინტეგრაციის ევრონეს მიეღო ორდღიანი, ასე ვთქვათ, თხოვნის მიუხედავად და შეთავაზების მიუხედავად მათ ეს არ გააკეთეს. ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ოპოზიციას ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა არ შეუწყვიტავს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათი ოპონენტების მიზანი ახლა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაა. ჩვენ ხედავთ, გააქტიურდნენ, არაერთხელ ახსენა ეს თინა ბეკუჩავამ, სხვაებიც ახსენებენ, რომ ვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან, რომ გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს წინააღმდეგ და არა ქართული ოცნების წინააღმდეგ ამ სიკეთით სარგებლობს ყველა საქართველოს მოქალაქე. ოპოზიციამ საკუთარი მიზნების მიღწევა მიმდინარე წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც სცადა. გივი მიქანაძემ დღეს გაიხსენა, თუ როგორ ჩავიდნენ ზამთრის სესიაზე საგანგებოდ და როგორ არწმუნებდნენ ევროპელ დეპუტატებს დერეფნებში, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ეცნოთ. პოლიტიკოსების ნაწილი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანს, სადაც ისინი კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. დაევალა მონიტორინგის კომიტეტს, საკომიტეტო დონეზე განეხილა ეს საკითხი. არანაირი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, ამავე სხდომაზე მიწვეულ იქნა თინა ბოკუჩავაც. პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოში არის რუსული ხელისუფლება, რომ საჭიროა ზომების მიღება. საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება დათქმებით ცნო. მოითხოვეს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ისე, რომ ოპოზიციას გაყალბების არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია. ცდელობა იმისა, რომ ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად წარმოეჩინათ, ამან ვერანაირი განვრცობა ვერ პოვა. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ღიად ადასტურებდა, რომ ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ, საიდუმლოების დარღვევა, თითქოს და გამოჟონილი უკანა მხრიდან მელანის სახით, ეს საკმაოდ არასერიოზული იყო. საგამოძიებო კომისიამ დღეს 42 სხდომა ჩაატარა. შუალედური ანგარიში კომისიის თავმჯდომარემ სესიაზე წარადგინა და პარლამენტს სამუშაო ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების მოთხოვნითაც მიმართა. დოკუმენტურად იკვეთება ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში. ის ხელისუფლებაში მოვიდა გასაგებია იმ მოვლენების შედეგად, რომელსაც ცდარად დაერქვა რევოლუცია და ჩვენ ამას ვიკვლევთ და
სავარაუდოდ ვიტყვით, რომ ეს არ იყო ხავერდოვანი რევოლუცია, ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება. არ იქნება არც ერთი თემა, რომელზეც შეფასებები არ იქნება უმძიმესი. კომისიას მუშაობის ვადა გაუხანგრძლივეს, მომდევნო სხდომა 30 ივნისაა ჩანიშნული. 2 ივლისს კი კომისიის წევრები გიორგი გახარიას ელოდებიან.